უნებლიეთ შევჩერდები დაზე. აბა საინტერესო. ნუ მამასაც ჩავაკვეხებ აუცილებლად. კი ბატონო. მოკლედ პირველი სეზონი როდესაც დაიწყო მხოლოდ ქართულის სატელევიზიო სასიმღერო კონკურსის საკუთარი სურვილით წავედი და შევასრულე სიმღერა და არ იყო არანაირი გამოხმაურება არავინ არ დამიძახა. პრეკასტინგიც ვერ გადავლახე და უკვე მეორე წელი რო დადგა, ჩემთან უკვე გარკვეული მოსული იყო. ხმაური, ხო და თვითონ დამიკავშირდნენ და რა თქმა უნდა, ეხლა ბუნებრივია პირველი, ვისაც ჩვენთვის მნიშვნელოვან ამბავს ვუზიარებთ და ვამცნობთ, ეს არის ჩვენი ოჯახის წევრი და ძმამიშვილი და ჩემს დას უთხარი, რომ მეთქი მხოლოდ ქართული მეძახის მეთქი. როგორ მოვიქცე მეთქი და აუცილებლად წადიო, იქნებ შენთვის შანსი იყოსო და უკვე ახლოვდება ეს დღე. და კარგად იცით იქ რა დღეში ყრიდნენ კონკურსანტებს. ჩემი დისკან მომდის SMS-ი. მოდიო რაკენი ეციო, ნევროზალი შეიძინეო. რა? ნევროზალი შეიძინეო. ისი არ წახვიდეო და სანამ შეხვალო, ორჯერ მაინც მოასწარი დალევაო. ახლა ვფიქრობ, რომ თუ კარგად მღერი, თუ ჩემი სჯერა, ნევროზალი რატომ უნდა ვიხიტო? მეთქი რაღაცა ხდება, არ არის ეს ნორმალური ამბავი. მართლაც მოხდა ისე, რომ ველოსიპედის ძეგლიდან იყო გასვლა, მან მოხდა შეკრება დილის 8 ნახევარზე, ესეც ბრძანდებოდა ჩემთან ერთად. და კიდე სამ მომღერალს უწევდი აკომპანირებას და წარმოიდგინე. ნერვიულობა სამი შემსრულებლისთვის, რომლებიც შენი მეგობრები არიან, პლუს შენთვის. და ამ ხელა გზა გავიარეთ, იქ ემოციური გადაღლა, დაძაბულობა მომშივდა, იმიტომ რომ ერთ დღეში ესე იგი ფაქტობრივად ქმნიდნენ იმის შთაბეჭდილებას, რომ 3 დღე იყო, 3 გადასაღები დღე და შესაბამისად ქალბატონი მარინა და სოფო იცვლიდნენ. ახალი მარცხნილობა, ახალი გრიმი, ახალი ჩაცმულობა და ამას მიქონდა დრო და ასე მოვიდა 11-ის ნახევარი, საღამოს 11-ის ნახევარია უკვე, როდესაც მე უკვე უნდა შევიდე და ვიმღერო და უნდა მემღერა ცაბაძის გემი. ხო და რაღაცა საწოდავი 12 ლარი მეგდო ჯიბეში, ხაჭაპურიც არ მომივიდა, ანუ ეს იმართებოდა ამბასადორში წაგვიყვანეს კაჭრე. ხაჭაპურიც არ მომივიდა. ყველაზე იაფი რაც ღირდა ისიც არ მომივიდა, დამაკლდა თანხა და მთელი დღის მშიერი თან ვითომ კარგად ხარ, ხო იცი ხა რო შედიხარ გადაცემაში სახეზე ხوار უნდა გეწეროს რას გძნო. ჩია. საერთოდ არ გიყრება, გშრია, ნანერვიულები დაღლილი და ნერვოზალის დალევა მოვასწარი 4ჯერ. ორის დაცვა და ცოტა მაყანყალებს უკვე, იმიტომ რომ ხვადუნებს. ხო და უკვე სანამ შევიდოდი უშუალოდ იქ ჟიურთან ესეთი პატარა მაგიდის ქვეშ დავინახე რომ კონიაკი აგდია ბოთლით და აი ამ ხელაზე იქნებოდა შიგნით და ისიც ჩავიცალე ზედ დავამატე და რო შევედი ახლა ჩანაწერს უყურებ ჩვეულებრივად არაადეკვატური ვიყავი. იმიტომ გადამდის ღიმილის სახეს და რატო ვიღიმი, რატო არ ასე ძალიან ბედნიერი არ ვიცი. და ის ვინც მითხრა რომ მე ამ კაცს ვიცნობ, თურმე ჩემი გამომწერი იყო იმ მომენტისთვის ბატონი გიორგი უშიკიშვილი და ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევაო, ყველა კუთხეში დაყავსო თავის მეგობარი მომღერლები და მღერიან მხოლოდ ქართულ სიმღერებსო. სოფომ მე მომწონსო და რა ვქნაო, რატომღაც მომწონს, მაგრამ არასაკონკურსოა. ანუ ვინც შემაქო იმათ არც მადლობა უთხარი. არც სითბო გამოვხატე და მარინამ რომელმაც გამასწორა მიწასთან. ვერაფრით კარგს ვერ გეტყვიო მეუბნება. გაკოცებთ მეთქი რა. სიამოვნებით. წავედი ესე ხელები გაშლილი და გადავეხვიე ქალბატონ მარინას. ანუ ნუ დალევთ ნერვოზას. არაადეკვატური გაიჩიტებით შეუძლებელია. გადახვედი მე ბოლო-ბოლო. ყველაზე სასაცილო ამ ისტორიაში ის არის რომ გადავედი. კარგი.